8% ეს არის ოფიციალური სტატისტიკა და ინფლაციის დონე, ანუ მოქალაქეებს წლიურად სწორედ ამდენით გაუძვირდათ ცხოვრება ჯამში, თუმცა რას აჩვენებს თვიური მაჩვენებლები. საქსტატის მონაცემების მიხედვით მხოლოდ 0.1%-ია მატება და მეტი სურსათის მაჩვენებელს თუ შევხედავთ, 0.1%-ით უნდა გაიაფებულიყო სურსათი თვიურ ჭრილში. ცალკე მონაცემების მიხედვით რძეზე უნდა გქონდეს დაახლოებით 1.5%-იანი კლება იგივე ყველსა და კვერცხზე. შაქარი უნდა გაიაფებულიყო 1.3%-ით, ბოსტნეული კი დაახლოებით 1%-ით, თუმცა გრძნობს თუ არა ამ ყველაფერს მომხმარებელი და მოქალაქე. ეკონომისტები ამბობენ, რომ საქსტატის მონაცემებს არ ენდობიან, რეალურად ფასები თვიურ ჭრილში არ შემცირებულა და ეს იცის ყველამ, ვინც პროდუქტებს ყიდულობს, მანიპულირებულ რიცხვებთან გვაქვს საქმე ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტის შეფასებითაც და ეს არის სწორედ პოლიტიკური დავალება და გაგრძელება ქართული ოცნების მიერ ფასებთან ბრძოლის. ამის ნაწილი იყო ფასების კომისია, შემდეგ უკვე მაღაზიებში სპეციალური დახლის შექმნა, სადაც უნდა განთავსებულიყო ფასდაკლებული პროდუქტები და ამის გაგრძელება იყო ვებგვერდის შექმნას, რომელიც სარეზერვო ფონდიდან დააფინანსეს, თუმცა მოქალაქე ვერანაირ ფასის კლებას ვერ გრძნობს. ეკონომისტებისთვის ნიშანდობლივია, რომ საქსტატის მონაცემებითაც კი ცხოვრება წლიურად არის გაძვირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორცზე და ხორც პროდუქტებზე, თითქმის 10%-იანი ფასნამატი, 20%-იანი მატება თევზეულზე, ხილზე 8%-ზე მეტი, პურზე და პურ პროდუქტებზე 6%-ზე მეტი და მოქალაქე განსაკუთრებით მძიმედ გრძნობს ამ ყველაფერს, რადგან მისი ხელფასი ინფლაციას უბრალოდ ვერ ეწევა. 1% რომ რომელიღაც კატეგორიის სურსათზე ფასებმა დაიკლო და თანაც ეს აი ამ ფასების კომისიის მუშაობის გამართლებისთვის კეთდება, ამას ყველა ხვდება. ამით უმეტეს საქართველოში მე-19 საუკუნის მეთოდებით ხდება ფასების აღწერა, დადიან საწერდა კალმით და სპეციალურად, ასე ვთქვათ, რეგიონებში აღწერენ ხოლმე ფასებს. ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება შეუძლიათ, ვინაიდან ვერ აზრობს ამას ვერ გადაამოწმებ, მაგრამ ხანდახან ისეთი სისულელე მოздით, რომ ალბათ შემდეგ თავში ხელებს ირტყამენ. მანიპულირებადია იმის დამიხედით, რა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დაკვეთა აქვს მთავრობისაგან. საქსტატის მიერ ინფორმაციის გაყალბება არის დანაშაული. ჯერ დავიწყოთ საუბარი იქიდან, რომ თუ ქვეყანაში ინფლაცია არის დასტაბილურებული და თუ ინფლაციურ პროცესებს ცენტრალური ბანკი კარგად მართავს და უმკლავდება, იქ რაღაცა ფასდაკლებული პროდუქტების კალათის შექმნა საჭირო არ ხდება. ეს ერთი, როდესაც მსგავსი ნაბიჯები იდგმება, ყოველთვის ის გამოწვეულია ან არასწორი მართვითა და არასწორი და არაკვალიფიციური პრობლემების გამკლავებით, ან რაღაცა ფორს-მაჟორული სიტუაციებით. ეხლა იქიდან იმის გათვალისწინებთ, რომ ჩვენ ფორს-მაჟორში არ გვიწევს ცხოვრება, ხო? ესე იგი გვაქვს სისტემური პრობლემა და ამ სისტემური პრობლემის, ასე ვთქვათ, სისტემური პრობლემის პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი. სწორედ ეროვნული ბანკი ვერ ართმევს თავს ფასების სტაბილურობას და ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც ვიღებთ. ეს ქართული ოცნების წევრებს თხოვეთ მიეთითებინათ, სად შეიძლება გაიაფებული პროდუქტის შეძენა და თვეების განმავლობაში კომისიებმა იმუშავეს თუ არა იმისთვის, რომ შედეგად მიგვეღოს საქსტატის მონაცემებს თუ მივუყვებით 0.1%-იანი კლება სასურსათო პროდუქტებზე. პასუხად ივანიშვილის პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი ხედავენ გაიაფებულ პროდუქტებს, თუმცა ჩვენ ვერა. პროდუქტები რომც გაიაფთეს, თქვენ ვერ დაინახავთ და თქვენი ტელევიზია მაგას ვერ დაინახავს. მე კი ვხედავ და თქვენი ტელევიზია მაგას ვერ დაინახავს. აი ქარდზე თუ გამომაქვეყნოთ, ეხლა ეს თავიდან კომენტარებს გააკეთეთ, მაგრამ მე ვხედავ მარტო ეს არ გამოვაქვეყნოთ. ქარდზე თუ გამომაქვეყნეთ, ანუ თქვენ რო ვერ ხედავთ, ეს ამით დაიწყეთ და მე ჩემი კომენტარი დაასრულე. ეხლა იცი რას გამოვაქვეყნებ ქარდზე? ჭეიშვილი ხედავს გაიაფებულ პროდუქტებს. არა, წინაპირობა რაც აქვს, რაც ვილაპარაკე, ისიც გამოვაქვეყნეთ და ჩემი დაასრულე. რა თქმა უნდა, პირველ შედეგებს ვხედავთ, მოკლევადიან რეკომენდაციებში რაც ქონდა გაცემული ამ კომისიას და ვხედავთ, რომ პლატფორმა ჩამოყალიბდა, სადაც თუ არ ვწდებით 13
13 პროდუქტი არის, პირველადი მოხმარების პროდუქტები, 12 ქსელი იღებს ყველაზე მსხვილი ამაში მონაწილეობას და ვხედავთ თუ როგორი ექსკლუზიური შეთავაზებები აქვს ამ პროდუქციაზე, რომელიც არის პირველადი მოხმარების პროდუქცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ასორტიმენტი გაიზრდება. პირველადი რეკომენდაცია, რომელიც შესრულდა, რომელიც ეხება კონკრეტულად 13 პროდუქტს, რომელიც არის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია, ამ მიმართულებით უკვე შედეგი არის სახეზე და ეს ქსელები არიან ერთმანეთთან რეალურ კონკურენციაში. ფასების განახლება ხდება ამ პლატფორმაზე ყოველდღიურ რეჟიმში და საშუალო ჩეკი იყო თუ არ ვწდები ამ 13 პროდუქტზე, როდესაც ეს პლატფორმა შეიქმნა 43 ლარი და ერთი კვირის თავზე ჩეკი ამ 13 პროდუქტზე შემცირდა 37 ლარამდე. ეს არის სწორედ იმ მოკლევადიანი რეკომენდაციის შედეგი, რომელიც გაცა ფასების კომისიამ. ეკონომისტები სახელმწიფო მცველის მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთით манипуლირებული რიცხვებია, თუმცა ამ სტატისტიკასაც კი თუ გავყვებით, წლიური მაჩვენებელი 5.8% ინფლაცია არის ძალიან მძიმე და ამას მოწმობს ის, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს ეს რიცხვი ორჯერ აღემატება.